დაგვეხმარეთ ხალხო, ახეთ ბზარები იზრდება და იზრდება და მთელი ჭერი ინგრევა, აი. დიდთოვლობის მე-7 დღეს გურიაში ხალხი ისევ დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ პრობლემებს უმკლავდებიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები კი სხვა რეალობაზე საუბრობენ. ესაა სოფელია ცანა. გუშინ დავიწყე გზის გაჭრას, ყოველ დღე ვჭრიდი. არა, მხელა თოვლია. ბილიკებში დავდივართ. გუშინ კიდე ითოვა, კიდე დაამატა. აქამდე მოვედი. იქ არის ჭიშკარი, ახლა ჩანს. იმის გადაღმა არის ფშუკა, ისიც გასაწმენდია ბოლომდე, ხელით. კაცშვილი დამხმარე არა, ტრაქტორი, ფშუკა, ელემენტარული ტრაქტორი ხომ მაინც უნდა წმინდავდეს ამას. თოვლის სიმაღლე რამხელა. მოხალისეები თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარებას გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. მათ მოქალაქეებს მიუტანეს საკვები, მედიკამენტები და ტელეფონის უკაბელო დამტენები. კაი ადამიანი ღმერთს მადალოთებს. გაიხარეთ. კარგად იყავით, კარგად იყავით. კარგად ბებო. კარგად შვილო, კარგად და დიდი მადლობა და ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დაგლოცოთ ესეც დღეს ბიჭებმა გამითოვლეს, გარეთ არ გავსულა 4 დღეა. მედით მურეთ ლოკაციაზე. აქ მოვიტანეთ ბებოს საჭმელი. დამტენებია ტელეფონის რა შეიძლება ეგ შეგიძლია დაგებე თვითი რომ მე ეგ დატენოს და კიდე დატენის შეიძლება ეს ფანარია ბანკი ბავშვები თუ ყავთ ესადინებათ მაგის გამოყენება და ხო ნახეთ იმას შეგორელი წალი გვინდა ამ პერსია ბა დალა გოგოს დავით ქაცარავამ სხვა მოხალისეებთან ერთად გუშინ გვიან ღამით შეძლო ლანჩხუთის სოფლიდან მოქალაქის გამოყვანა. ჟურნალისტი კესო მახარაძე აცანაში საკუთარ სახლში 6 დღის განმავლობაში იყო ჩარჩენილი. მას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. არა, რაღაცა ყველასთან მისულები არიანო, სამაშველო, ისაო, ესაო. ყველაფერი არის გადასარევად და ყოველდღე შეწუხდით თქვენ. მოკლედ მოვედით ერთ-ერთ სახლში ახლა, სადაც ვიცოდით რომ პრობლემები იყო და აი ესე ახლა უნდა გავანთავისუფლოთ ჭიშკარი, წარმოვიდგინეთ რა. აი ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა. აი ხედავთ, ჭიშკრის თავი აი ესეა დაფარული და ადამიანი ჭიშკრამდეც კი ვერ მოდის. ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა. აბა რა, კოცური მშვიდობა. 7 დღიანი ტყვეობის შემდეგ და იზოლაციის შემდეგ. გამარჯობა. მობზანდით. მე მგონი ახლა აწი აღარ მოვხდები. მოხალისეებმა გურიის სოფლებიდან საკუთარი ძალებით გამოიყვანეს მოხუცებიც, რომელთა ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა ეს საჭიროებოდა. ორ ნერვიულობთ. თქვენ იმედით არა. ყველაფერი კარგად იქნება. უნდა შეანელოთ ცოტა. მოხალისეები გადაადგილებაში ეხმარებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებსაც. მოხალისეები თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარებას დღესაც აგრძელებენ. დრონი როცა წამოვა, მე გეტყვით და მე მიგზავნით. გასაგებია? მადლობა. კი ბატონო, მუშებ ტვირთს დაბლად. თქვენ უნდა მითხრათ თუ ტვირთი სწორ ადგილას ეშვება, თუ მიხვალთ, თუ ვერ მიხვალთ. მე შევუცვლი ადგილს. ხო, აგერა. თოვლი არა, რაცო პატარა ბავშვია აგერ. მოყავთ ამდენიმე კილომეტრია უკვე. ზემლეთიდან და მოკლედ ახლა 1 კილომეტრში დაახლოებით მანქანა გავაჩერე, წავიყვან ჩვენ ამ ვაღანას. ასე რომ ეს ერთი და რა ვიცი, სხვასაც ბევრს გავაკეთებთ იმედია ამ დღეებში.
ეხლა რომ მივიტანეთ ბოლო მარაგი, რაც ქონდა წამოღებული, ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ როდესაც მგონია რომ ყველაფერი დასრულდებაო, აი მაშინ გვიგზავნისო ღმერთი საჩუქარსა და რაღაცნაირად გულჩვილი ბოშვით ცრემლები წამომივიდა. აი აგერ არის. აკეთში სიტუაცია გვაქვს ასეთი. მანქანა მოქმედოდ ყავს, ვერც ვერაფერზე დავაბით, ძირითადად გამოდო არავინ ანუ არ ტრაქტორი არაფერი რო გზა გაგვიყვალოს და ეხა გადავიდეთ უნდა და ხელი წამოვიყვანოთ ის ჩავარდნილი ქალბატონი რომ მე იქნებ უფრო გაგვემარტივდეს რა თორე აზრი არ აქვს. სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე, რომელსაც ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ თოვლში ჩარჩენილი მოხუცი ქალისთვის ძვირადღირებული წამლების შესაძენად თანხა ჩაურიცხა. ერთი სიტყვით და ავკეთე გუშინ თქვენი ვიდეო და დამიკავშირდა ერთი ოქრო პიროვნება, სახელი და გვარი შეიძლება კიდე ცნობოდეს, არ ვიცი, ბუდუ ზივზივაძე. ზივზივაძე? ბუდუ ფეხბურთელი. ხო. თანხა გამოაგზავნა, წამლები ვიყიდეთ, ახლა ხელი წამლები ყველა. გურიაში დამატებითი ტექნიკა შეიყვანა ძლიერმა საქართველოს კოალიციამ. ტრაქტორები იქირობა, რომლის საშუალებითაც თოვლისგან გზებს წმენდნენ. ლელოს ძლიერი საქართველოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივით გურიაში შემოსული არის უკვე დამატებით მძიმე ტექნიკა. აგერ ხედავთ, ეს არის JCB ტიპის ტრაქტორი, რომელიც უკვე მუშაობს სტიქიის ზონაში გზების გასაწმენდად და ჩარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად. დამატებითი ტექნიკის მობილიზების პროცესი კვლავ მიმდინარეობს. დღის განმავლობაში კიდევ შემოვა დამატებითი ტექნიკა. უკვე იცით რომ მესამე დღეა მუშაობს ჩვენი ლელოს ძლიერი საქართველოს საგანგებო შტაბი გურიაში, ოზურგეთში კონკრეტულად. შემოდის უამრავი ზარი და ამ ზარების და მისამართების მიხედვით ჩვენ ვახდენთ როგორც პირადად ჩვენი აქტივისტების მეშვეობით ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ასევე ვახდენთ სხვადასხვა მოხალისეობრივი ჯგუფების კოორდინაციას. გურიაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია კავკასიასთან ისაუბრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან თათია ნიკოლაშვილმა. რაც ყველაზე მძიმე არის, მოხუცები არიან ჩარჩენილი და ერთადერთი ვისი იმედიც რეალურად აქვთ, ეს არის ის მოხალისეების უპრეცედენტო სოლიდარობა, რაც აჩვენეს და ის ადამიანები მიდიან ეხმარებიან ონკოპაციენტები, დიალეზზე მყოფი ადამიანები, რომლებიც ისეთ მიუვალ ადგილას არიან ეხა ჩარჩენილი, სადაც ის ტრაქტორი, რომელიც ეხა ადგილობრივ ხელისუფლებას ყავს, უბრალოდ ფიზიკურად აქ ვერაფერს ვეღარ იზავს, იმიტომ რომ აქამდე როცა არის უკვე მიყვანილი ეს მდგომარეობა, როცა დადგა და ინტენსიურად არ იწმინდებოდა გზები, უკვე ეს ტექნიკა სრულიად არაადეკვატურად, ანუ ვერაფერს ვერ გააკეთებს აქ ის ტრაქტორები, რაც მათ ყავთ და რა ვიცი კი ამბობენ რომ ტექნიკა ჩამოვიყვანეთ, მაგრამ აი მეხუთე დღეა ეს კონკრეტული სოფელი ბახვი არის, მოწყვეტილი არის გარე სამყაროს. გურიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სამთავრობო მედიასთან კომენტარი გააკეთა უცნების პრემიერმა კობახიძის თქმით, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია. იმ აბონენტების რიცხვი კი, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, 35,000-დან 10,000-მდე შემცირდა. კობახიძე ამტკიცებს, რომ შეუფერხებლად მუშაობენ სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით აქტიურად მიმდინარეობს. კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ რა თქმა უნდა მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ და ერთ-ერთი თავი პრიორიტეტი არის ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის აღდგენა ორშაბათისთვის. დაახლოებით 35,000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ეს რაოდენობა არის შემცირებული დაახლოებით 10,000-მდე, ანუ ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები. მთავარია რომ გაგრძელდეს 10,000-მდე აბონენტია დღემდე, ვისაც არ აქვს ელექტროენერგია და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ამასაც უნდა საუბარი დღევანდელ შეკრებაზე.
სურსათით უზრუნველყოფა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეს გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით 10,000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, იქნება მოსახლეობა უზრუნველყოფილი სურსათით, აუცილებელი მედიკამენტებით. თითოეულობის შედეგებთან გამკლავების პროცესში მესამე დღეა ჩართულია თავდაცვის ძალები. სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან ერთად ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ. მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცები შტაბთან კოორდინაციით ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ. განაჩენებს თქვენ. აქეთ დაახლოებით 30 მოსახლეა, ხო? თქვენ. კი. აკუნია წელი გაილაპარაკე და აბა ვისაგვიჭის. საგვინა ბოლოში და შუქი. უგადა შუქი. გამარჯობა. სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა სამუშაოებს განაგრძობს შესაბამისი საინჟინრო და მუხლუხებიანი სპეციალური ტექნიკითაც. სამხედროები ტერიტორიების დრონებით რეკოგნოსცირებას ახორციელებენ და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ოპერატიულად ეხმარებიან. ელექტროგადამცემის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში კოორდინაციაში არიან ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენლებთან. დასავლეთის სარდლობის სამხედრო საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები კი გზის თოვლის საფარისგან გაწმენდას საინჟინრო და მუხლუხებიანი სპეციალური ტექნიკით ახორციელებენ. სამხედროებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ოცნების თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 25-26 თებერვალს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო დახმარების ექიმები 91 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, ხოლო 30 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 28 თებერვალს და 1 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. მათივე ცნობით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5–-10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7–-12 გრადუსამდე, ქვეყნის მთიან რაიონებში -13–-18-მდე, მაღალმთიან ზონაში კი -18–-23 გრადუსამდე დაკლებაა, ნავარაუდევი.